ყველა არა მივიღოთ გადავთარგმნოთ ჯერ არა. ან ასე არა, ან ახლა არა. ხო? ესე იგი, მესმის არა ვთარგმნი როგორც ჯერ არას. როგორც კი აი ამ პატარა ცვლილებას და თარგმანს მიეჩვევით თუ გამოგივათ, მიხვდებით, რომ ამ მომენტში არ უნდა გაჩერდე და არ უნდა დანებდე. აი წარმოიდგინეთ ახლა ერთი წუთით, რომ თქვენ შვილს ელაპარაკებით და ეუბნები, რომ შვილო, ეს წიგნი აუცილებლად უნდა წაიკითხო. და წარმოიდგინეთ, რომ გითხრა, რომ არა არ წავიკითხავ და ეხლა ერთი წუთით წარმოიდგინეთ, რომ გითხრა, რომ ჯერ არ წავიკითხავ, ხო? თუ გითხრა, რომ ჯერ არ წავიკითხავ, ეს კარგი ამბავია, ესე იგი წაკითხვას აპირებს, ოღონდ ჯერ არა. და შეიძლება მეორე შეკითხვა დავუსვათ, რომ კაი ბატონო, ჯერ არა გავიგე, როდის წაიკითხავ? ან ასე არ წავიკითხავ, აბა რა შემთხვევაში წაიკითხავ, ხო? მთლიანად არ წავიკითხავ, კაი ბატონო, აბა ნაწილობრივ წაიკითხავ, მოკლედ, როგორც კი ჩვენ არას დავარბილებთ და გადავაქცევთ ჯერ არას, ასე არა, მთლიანად არა და ასე შემდეგ, მივხვდებით, რომ ეს არ არის კედელი, რომელსაც შევასკდით, არამედ ეს არის გაგრძელება ჩვენი საუბრის.